გიორგი ვაჩნაძე, პიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და ლექსო თორაძის ყოფილი სტუდენტი. როდესაც გავიგე შარშან, რომ თორაძის ფესტივალი იყო დაფუძნებული და ჩატარდებოდა რასაკვირველია, პირველ რიგში უზარმაზარი სიხარულის გზნობა გამიჩნდა. ეს არის დიდი დღესასწაული მუსიკის, ხელოვნების, იმიტომ რომ მთელი მისი ცხოვრება ემსახურებოდა აი ამ უმაღლეს მისიას, რაც არის აი ამ საოცარი მუსიკის გაზიარება მსმენელთან. ეს მარათონი შეიქმნა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მე და რამოდენიმე კიდევ ადამიანი იყო მის გვერდით. რასაკვირველია, ეს ლექსოს იდეა იყო. ეს მარათონი ასევე იყო იმის გამოხატულება, რომ ეს ტრადიცია, პედაგოგიური ტრადიცია თორაძეების ოჯახის და საერთოდ ახალგაზრდობისადმი აი ასეთი თავდადება და ყურადღების მიქცევა გრძელდება. იმიტომ რომ ფესტივალი ძალიან ძლიერად არის კონცენტრირებული ახალგაზრდობაზე, ახალ თაობაზე. აი ამ სტუდენტებთან, სტიპენდიანტებთან ერთად მოხდა ეს მარათონი. მე ლექსო თორაძის სტუდენტი გავხდი 1992 წელს. მე ამერიკაში გავემგზავრე 99 წელს, ჯერ ნიუ-იორკში ვსწავლობდი მანჰეტენში. და სადაც ლექსო გავიცანი პირველად, ეს იყო ნიუ-იორკში, იქ ცხოვრობდა, მაშინ არც ასწავლიდა. და მე რომ მიიღო ეს პოზიცია, ეს სამსახური, გავისაუბრეთ და მე გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა ნიუ-იორკი, რაც არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. მაგრამ სწორედ მისმა მიმზიდველობამ მაინც გაიმარჯვა და გადავედი. დღეს ახალგაზრდა მუსიკოსებს სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ჭირდებოდათ ადრე. ასეთი მუსიკის და ხელოვნების დღესასწაულები ამას ძალიან ეხმარება. იმედი მაქვს, რომ კონსერვატორიის მონაწილეობაც იქნება უფრო მნიშვნელოვანი და ეს დიდ ინტერესს გაუჩენს ჩვენ სტუდენტებს.